ხულოში ძლიერმა ქარმა სოფელ ფუშრუკაუში და ხიხეძირში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რის გამოც ვაჟა სურმანიძის 8 წევრიანი ოჯახი თავს დროებით მეზობელთან აფარებს. უამინდობან მაღალმთიანეთში ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შექმნა. ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის ელექტროენერგია 700-მდე აბონენტს არ მიეწოდება. იყო შეზღუდვა ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც, მათ შორის თხილვანის, კალუთის და სკვანის სოფლებს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება. ამიდის გაუარესებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის შუახევში საგანგებო შტაბის თათბირი მიმდინარეობს. ხულოში ამ დროისათვის გადაუღებლად თავს. საღამოს საათებში ძლიერი ქარის გამო ხიხაძირის ხეობაში, კერძოდ ფუშრუკაულის თემში ვაჟა სურმანიძის საცხოვრებელ სახლს ახადა სახურავი ქარმა. ამ მომენტში ოჯახის წევრები გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილას. ასევე შემდგომ ღამის საათებში ისევ ქარის მიერ მოხდა სოფელ ხიხაძირში და სოფელ კალუთაში ორ სახლს ახადა ნაწილობრივ სახურავი.